საზოგადოების პოლარიზაცია. ჩვენ და ისინი. როგორ გავხდით დაყოფილი საზოგადოება და რა გზა არსებობს ერთმანეთის მოსმენისაკენ? საზოგადოებაში პოლარიზაციას იწვევს სამთავრობო, ჩემი აზრით, სამთავრობო მედიის პროპაგანდა, რომელიც ადამიანების დაყოფას უწყობს ხელს და ცდილობს, რომ ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთს შეაზრისხოს. ამის ნათელი მაგალითი არის თითოეული ის გადაცემა, რომელიც შეგვიძლია იმედზე პოსტივიზი ან მსგავს არხებზე ვნახოთ ყოველი დღის განმავლობაში და განსაკუთრებით ნიუსებს ეხება ეს ყველაფერი, როცა ფეიქ ამბებით ჩვენ გვაჯერებენ ადამიანების რაღაც ნაწილს დაჯერებენ, რომ ადგილობრივი ადამიანები არიან სატანისტები და ასე შემდეგ. მოკლედ ვფიქრობ, რომ სამთავრობო მედია არის ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არხი. ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებრივი პოლარიზაცია საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა. ეს პროცესი განსაკუთრებით თვალსაჩინოა პოლიტიკურ და მედია გარემოში, თუმცა ის უფრო ღრმა სოციალურ ფესვებსაც მოიცავს. ისაც ხელისუფლებაში ყავს ძალა, რომელსაც კი არ შეუძლია, რომ საზოგადოება საქმე შესთავაზოს, არამედ უბრალოდ პროპაგანდა უნდა, რომ ასე ვთქვათ, პროპაგანდით უნდა რომ მართოს ქვეყანა, იქ არის ყოველთვის დაპირისპირება. ჩვენ გვჭირდება გამაერთიანებელი ძალები. ხო, კონკურენცია საქმის კეთებაში უნდა იყოს და არა ლანძღვაგინებაში. აი ეს იწევს და მე ვფიქრობ, რომ სწორედ რუსული ჰიბრიდული ომის მთავარი ფუნდამენტი ამაშია, რომ ადამიანები წაკიდონ ერთმანეთს, ქაოსი იყოს, რომ არასდროს არ დაალაგდეს სიტუაცია. ჩვენთან ეხლა რაც ხდება, ეს არის სწორედ ამ დეზინფორმაციის პროპაგანდისტული ომის მთელი შინაარსი, რომელიც ვითარდება საქართველოში. მე მაინც განათლებაში მგონია პრობლემა. ალბათ გაუნათლებლობა, ალბათ ის რომ ვერ ვხვდებით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის რა არის საჭირო. და ალბათ უფრო ამ სამშობლოს ცნების გააზრება რა არის ჩვენთვის. და უფრო აი იმის ნაკლებობა, რომ ჩვენ სამშობლოს რა ჭირდება იქიდან გამომდინარე და არა გარშემოყოლებაში ესე ყველა ეხა ის განსხვავებული ყველა რო კითხო სამშობლოსთვის იბრძვის, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ხშირად ფუნდამენტურ ამბავში გვაქვს შეცდომა. ალბათ ბოლო წლების, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განათლების სისტემის კვალია ეს ამბავი. მე ესე მგონია. პოლარიზაცია საქართველოში არის სერიოზული გამოწვევა, რომელიც საჭიროებს პასუხისმგებლიან მიდგომას როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების მხრიდან. დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მეტი დიალოგი, ტოლერანტობა და კრიტიკული აზროვნება. პოზიცია როგორც ფსიქოლოგის არის ის, რომ მე ამ პროცესებს უყურებ აი ეს მისი ბიოფსიქოსოციალური პერსპექტივიდან რა. ადამიანები საზოგადოებაში ვიღებთ კონკრეტულ აზრს, ვერთიანდებით რაღაცა ამ თუ იმ ჯგუფში, ერთადერთი მიზნისთვის, რომ ნაცნერად ამ ჯგუფის წევრებმა ჩვენ გადაგვარჩინოს და ეს იქნება ერთი გადაგვარჩინოს და მეორე კიდე ის, რომ დაგვიკმაყოფილოს აი ეს რაღაცა მოთხოვნილება, რომ აი ამ ჯგუფში რო ვარ, მე ვარ სწორ ადგილზე რა, აღიარება იქნება თუ რაც იქნება და ძალიან ადვილია საზოგადოების მართვა ამ დარწმუნების და პროპაგანდის სტრატეგიებით რა. უნდა გავიაზროთ რეალურად რატომ ვართ, რატომ ვიღებ აი ამ კონკრეტულ მიმართულებას, რატომ ვიზიარებ ამ კონკრეტული ჯგუფის აზრს, რატომ ვირჩი სხვას, ხო? ანუ ვერ ვაცნობიერებთ, რატომ ვიქცევი ეს სინამდვილეში რა მექანიზმი მიდევს ამ ჩემ ქცევას საფუძვლად. უნდა გავიზარდოთ პიროვნული ზრდაც რო ვიძახით, ანუ მაგას გულისხმობს რა, ანუ შეგვეძლოს ეს თვითრეფლექსია და საკუთარი ქცევის და ჩვენ ფსიქაში მიმდინარე პროცესების გაცნობიერება და გაანალიზება რა. რაც მე უკვე ძალიან რთულია რა, ესეთი ადამიანის მართვა, ესეთი ადამიანი რო რაღაც გავლენის ქვეშ მოაქციო და აი ერთმანეთთან დააპირისპირო, უკვე ძალიან რთულია რა. და ეს არის სიძლიერე. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილი ცდილობს პოლარიზაციის შემცირებას, მაგალითად ახალგაზრდები, სამოქალაქო ორგანიზაციები და განათლების სფეროს წარმომადგენლები. დიალოგისა და ურთიერთგაგებისაკენ გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა იყოს გამოსავალი არსებული დაძაბულობის შესამსუბუქებლად.